სოციალურ ქსელებში ბარემ ამასაც კი პასუხებთ, ანუ როგორი რაღაც არის, რომ ადამიანს აქვს ეგეთი თვისება, აი ჯერ კიდე გამოქვაბულებიდან იქ რომ ცხოვრობდით, ხო? იქიდან მოყოლებული გვაქვს ეგეთი თვისება, რომ აი ლომის ღრიალი რო გავიგოთ, უნდა კონდეს რეაქცია, იმიტომ რომ თუ არ გახვალ იქ ლომი მერე ან შემოგივარდება, ან გახვალ შეგჭამს ან ასე შემდეგ, ხო? და შენ მუდმივად ამიტომ ჩვენი ევოლუციის როგორც განვითარდა ადამიანები ეს საფრთხისთვის უნდა მიგვენიჭებინა უფრო მეტი უპირატესობა. და ამიტომ ეგრეთ ჩვენ ტვინი ისე განვითარდა მე რომ გამოქვაბულებში აღარ ცხოვრობთ, მაგრამ როგორც კი რაიმე ცუდი გვესმის, აი მაგალითად თუნდაც სადღაც იმაში ტაილანდში მოხდა რაღაც, ხო? წყალდიდობა, მიწისძვრა, ასე. ანუ შენ მაგას უყურებ, იღებ ამ ინფორმაციას და სამწუხაროდ კიდე ახლა ინტერნეტის და ინფორმაციის ეპოქაში ძალიან ბევრი ინფორმაციას იღებ და ინფორმაციას იღებ და პირველ რიგში აქცევ ყურადღებას ნეგატიურს. მაგას მიაქცევ ყურადღებას და არა იმას, რომ არ ვიცი მე იმ ტაილანდში რაღაცა ახალი ყვავილის ჯიში გამოიყვანეს, ხო, პირობითად. და ამიტომ მაგას ეძახიან negativity bias. ანუ ტვინი მოწყობილია, რომ ნეგატიურს უყურებს და სოციალური ქსელები კიდე ალგორითმები არ არიან სხვანაირად გაწვრთნილები. ნახე, როგორი რაღაცა არის სოციალური ქსელები, იმაზე არის ორიენტირებული, რომ ბევრი ნახვა დაუწეროს, რაღაც YouTube-ის პროგრამა მუშაობს, იმიტომ რომ ბევრი ნახვები იყოს ვიდეოებზე. არ აინტერესებს იმას, რომელ ვიდეოებზე იქნება ნახვა, აი რომელზეც უფრო მეტად ანუ უნდა უბრალოდ მეტი ნახვები, მეტი თქვენი ყურადღება უნდა, ხო, სოციალურ ქსელებს და სოციალურ ქსელებში წასული ყურადღება რას ნიშნავს? რომ თქვენ ახლა აი აქ რო ხართ და მე მიყურებთ, გარშემო რა ხდება, იქ არ ხართ. ნახე, აი მარტივად ხარ წამოსული მანდეთან აქ. აი ეგ არის რომ სოციალური ქსელები რა მნიშვნელობა აქვს, ეს შეიძლება სხვადასხვა რაღაცით ჩაგითრიოთ რა, ნახვებით, ლაიქებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გახდა რაღაცა, რაც გახდა თითქოს აი ფულის ეკვივალენტიც, მის გარანტი რაღაცა სოციალური ძალაუფლების და ასე შემდეგ. არა და ეგრე არ არის. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიცნობთ და ვიცით უამრავი ადამიანი, რომელიც ძალიანაც პოპულარულია სოციალურ ქსელებში, მაგრამ აი ეს უშუალო კავშირები, ცხოვრებაში ურთიერთობები თუ ასე შემდეგ და პირად ბედნიერების თემები არ აქვს იმდენად მაინც თითქოს და ეგეთი ბედნიერი არ არის, ხო? ხედავთ რომ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს კი ცალკე თემაა, რომ ჩვენ ძალიან გავაფეიქეთ კიდევ სოციალური მედია და ჩვენ იმდენად გვეშინია ამდენი ნეგატივის, რომ არ იქა მე ხა დავანახო, რომ ყველაზე კარგად ვარ და ამიტომ უნდა ყველაზე ლამაზი ფოტოები ასე შემდეგ დავდო და ის ლამაზი ფოტო არის ერთი წამი იმ დღის, რომელიც შეიძლება 1000 სისულელე მოხდა კიდე, იმებს არ ვდებთ, ხო? ამიტომ ეგ არის ესეთი რაღაც რა, რამდენად ავთენტური ხარ შენ და რამდენად სამწუხაროდ ნაკლებად არის ავთენტურობა იმაში სოციალურ ქსელებში და უფრო მეტად არის ხოლმე ნადირობა გარკვეულ იმაზე, რომ აი შენ მე ხა ისეთი კონტენტი გავაკეთე, რომ აი ამას როგორ მოეწონება და ამ დროს ამით მე შენ თავს უსწორებ რაღაცებს და მოდი აბა ესეთი გავაკეთე, რომ ამას მოეწონოს და არა შენ გააკეთე ისეთი როგორც შენ მოგწონს.